ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დღემშვიდობისა საქართველოს, თქვენ რადიო იმედს უსმენთ, როგორც გვისმენთ, ასევე გვიყურებთ კიდეც რადიო იმედის Facebook-ის გვერდზე, ასევე პორტალებზე იმედი.gi, MyVideo.gi და მაგთის IP ტელევიზია 53 არხზე. დღეს ფიქრობ ამ საათშიც მოგვიწევს საკმაოდ აქტუალურ თემაზე საუბარი, როგორია ოჯახში დასაქმებულთა მდგომარეობა და მათი სამუშაო პირობები ჩვენს ქვეყანაში და ასევე რა გავლენა იქონია პანდემიამ ოჯახში დასაქმებულ ადამიანებზე. ერთით და მეორე კვლევაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ოჯახში დასაქმებულთა მდგომარეობაზე სასაუბროთ ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ მარიამ ლობჯანიძე, ის არის ICET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მოდი მარიამ, საუბარი დავიწყოთ კვლევის ჩატარების მიზანზე და თავდაპირველად განმარტოთ ვინ ითვლებიან ოჯახში დასაქმებულებად. დამეთანხმებით, რომ ჯერ კიდევ საზოგადოებაში ერთგვაროვანი, ასე ვთქვათ, გააზრება ამ საკითხის არ არის და განმარტოთ ვინ არიან ეს ადამიანები და შემდეგ ვისაუბროთ უკვე მათ მდგომარეობაზე. უპირველესად მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენ სტუდიაში და პირობებში გვიწევს გადაცემის წაყვანა. მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ გადაცემაში და ასევე მადლობა იმისთვის, რომ მეტად საინტერესო თემა წამოჭერით და დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ. როგორც უკვე აღნიშნეთ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ICET-ის კვლევითი ცენტრი დაახლოებით 2020 წლის მარტიდან მუშაობს საშინაო მშრომელებზე. კერძოდ კი ჩვენ გავაკეთეთ საშინაო მშრომელების შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასება. და ეს მეტად საინტერესო იყო თვითონ მუშაობის პროცესი. ჯერ მოდით განვარტოთ თვითონ უშუალოდ ვინ არიან საშინაო მშრომელები. თუ ჩვენ შევხედავთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებას, საშინაო მშრომელები არიან ყველა ის პირი, ვინც არიან დასაქმებული შინამეურნეობაში და გარკვეული ტიპის სამუშაოს ასრულებენ შინამეურნეობებისთვის, უშუალოდ მათ საცხოვრებელ ადგილას. ეს საცხოვრებელი ადგილი არის აქ მნიშვნელოვანი. ეს საცხოვრებელი ადგილი, რომელიც არის ამ შემთხვევაში საშინაო მშრომელის დასაქმების ადგილი, განასხვავებს საშინაო მშრომელს სხვა დასაქმებულისგან, რადგან დამეთანხმებით, რომ სხვა დასაქმებულის არ უწევს მუშაობა კერძო შინამეურნეობის საყოფაცხოვრებო ადგილას. უშუალოდ ოჯახში დასაქმებულებად ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც არიან ოჯახში დამხმარეები, ესე ვთქვათ, ძიძები, დამლაგებლები, შეიძლება იყოს მზარეული, რომელიც კონკრეტულ შინამეურნეობას ეხმარება სადილის მომზადებაში, შეიძლება იყოს პირადი მძღოლი, ოღონდ აქ უნდა გამიჯდოთ, რომ ეს არ არიან, ვთქვათ, ტაქსისტები, ესენი არიან პირადი მძღოლები, რომლებიც უშუალოდ ოჯახში არიან დასაქმებულები და შინამეურნეობას ემსახურებიან. გარდა ამისა, შეიძლება ვთქვათ, რომ საშინაო მშრომელების კატეგორიაში გადიან ყველა ის ძიძები და მომვლელები, იქნება ეს ხანდაზმულის მომვლელი, თუ იქნება ჩვილის, თუ შეიძლება იყოს ვთქვათ უნაშეზღუდული პირის მომვლელი. შეშემოპირების. კეთილი. მარიამ, ხვდებით, რომ საკმაოდ რთულ რეალობაში აღმოგვაჩინა პანდემიამ. მე სიმართლე გითხრათ, ალბათ მსმენელსაც და მაყურებელსაც ძალიან გვაინტერესებს ამ ადამიანების დასაქმებული ადამიანების მდგომარეობა და რომ გვითხრათ თქვენ კვლევა განახორციელეთ, რა გვაჩვენა ამ კვლევამ, რა რეალობა ამ წუთას ამ ადამიანებისთვის და შემდეგ ვისაუბროთ, ვთქვათ, რა გამოწვევებია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას, ვთქვათ, იგივე გარკვეული ინსტიტუციების, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან. რა რეალობა აქვთ ამ ადამიანებს, ვინც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ. ხვდებით, რომ ამ რეალობაში, სადაც ერთი წელია ფაქტობრივად გვიწევს ცხოვრება, გარკვეული ვთქვათ პრობლემები ამ მიმართულებითაც გაჩნდებოდა. დიახ. ან ჩვენი კვლევა, როგორც უკვე გითხარით, უშუალოდ პანდემიის გავლენას არ ეხებოდა, თუმცა ჩვენმა კვლევამ კარგად დაგვანახა ის გამოწვევები, რომლებიც წინაშეც უშუალოდ ოჯახში დასაქმებულებით განან. პირველ რიგში ეს შეგვიძლია დავყოთ ორი მიმართულებით. ერთი არის პრობლემები, რომლებიც მომდინარეობს საკანონმდებლო მიმართულებით, რადგან ისინი არ არიან დაცულები და მეორე არის უშუალოდ მათი შრომითი პირობები. მე ჯერ დავიწყებ საკანონმდებლო პრობლემებიდან. პირველ რიგში ჩვენ გვყავს ორი ტიპის საშინაო მშრომელი, ესე შეგვიძლია დავყოთ, რადგან ზოგიერთი საშინაო მშრომელი არის დასაქმებული უშუალოდ
პირდაპირ თავის დამსაქმებელთან, ხოლო ნაწილი საშინაო მშრომელების არის დასაქმებული, ესე ვთქვათ, დასაქმების სააგენტოს გავლით. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს შრომის კოდექსი არ ეხება, ესე ვთქვათ, არ მოიცავს საშინაო მშრომელებს. თუ მათ არ აქვთ ხელშეკრულება დადებული იქნება ეს მათი უშუალო დამსაქმებელი, თუ იქნება ეს, ესე ვთქვათ, დასაქმების სააგენტო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვყავდეს მშრომელები, რომლებსაც აქვთ კონტრაქტი დამსაქმებელთან, ისინი ვერ დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რაც ვთქვათ შრომის კოდექსშია გაწერილი, ეს იქნება ორგანიზაციული მოწყობა თუ სხვა პირობები და ამიტომ ასეთი საშინაო მშრომელები არ აღიქმებიან შრომის კოდექსით. ხოლო უშუალოდ მაგრამ ჩაგეკითხებით, რამდენად ვთქვათ პროცენტულად ბევრია ესეთი ადამიანები, ვინც ხელშეკრულებას აფორმებს და შემდეგ იწყებს ამ ტიპის სამუშაო შესრულებას. ჩვენ თუ დავეყრდნობით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, დღეს საქართველოში, ესე ვთქვათ, 96% საშინაო მშრომელს აქვს ზეპირი კონტრაქტი. ხო, ანუ მეზობელმა გაუწია რეკომენდაცია მეგობარმა და ასე შემდეგ. და შემდეგ გაგრძელდა ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, აი ნაცნობობის ხარჯზე, მაგრამ სამართლებრივი, ვთქვათ, ჩარჩო ვერ შეიძინა მას. მან რა ტიპის, ვთქვათ, პრობლემას უქმნის, თუნდაც აი ამ რაღაცნაირად უსაბუთო ურთიერთობა შემდეგ თუ გამოავლინა ამ კვლევამ. კი ბატონო. ესე ვთქვათ, ჩვენი შრომის კოდექსი ზეპირ კონტრაქტს, ესე ვთქვათ, აღიარებს როგორც შრომით კონტრაქტს, თუმცა საშინაო მშრომელების შემთხვევაში ის რომ მათი საქმიანობა შეიძლება არ ემორჩილებოდეს იმ განმარტებას, რაც უშუალოდ დასაქმებულად არის განმარტებული შრომის კოდექსით, აი ეს უფრო ქმნის პრობლემას ამ შემთხვევაში. დღეს მიმდინარე ცვლილებებით ადრე იყო რომ ვთქვათ 3 თვემდე ზეპირებული კონტრაქტი შეიძლება ქონოდა დასაქმებულს, ახლა უკვე ეს 1 თვემდე ჩავიდა და ალბათ შემდეგი წლიდან უკვე ძალაში შევა ეს კანონმდებლობაში ცვლილებებიც. უშუალოდ პრობლემებზე რომ გესაუბროთ, როდესაც ირღვევა საშინაო მშრომელის სამუშაო პირობები, ეხება ეს მათ უშუალოდ შრომით პირობებს თუ შრომით უსაფრთხოებას, მათ არ აქვთ არანაირი ბერკეტი, რომ მიმართონ, თქვათ, სასამართლოს, მიმართონ სახალხო დამცველს, მიმართონ შრომის ინსპექციის სამსახურს. შეიძლება რაღაც მცირე მიმართულებები გამოყოთ, რომელ კონკრეტულ შემთხვევაში მათ შეეძლებათ რომ გამოიყენონ ესე ვთქვათ და მიმართონ შრომის ინსპექტორების სამსახურს. რადგან ჩვენ ვიცით ვთქვათ რომ შრომის ინსპექტორების სამსახურს აქვს მანდატი შეამოწმოს შრომით უსაფრთხოება და შრომითი პირობები უკვე 2021 წლის 1 იანვრიდან. თუმცა მათი ესე ვთქვათ მანდატი საშინაო მშრომელებზე არის გაურკვეველი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ შრომის ინსპექციის სამსახურს შეუძლია შევიდეს შინამეურნეობის პირად სივრცეში, შეიძლება ავიღოთ, როდესაც არის საფუძვლიანი ეჭვი იძულებითი შრომის ან ექსპლუატაციის. სხვა შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია შრომის ინსპექციის სამსახურს შევიდეს და შეამოწმოს ესე ვთქვათ პირადი სივრცე ისიც სასამართლო ორდერის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში რომ განვიხილოთ საშინაო მშრომელები, სხვა შემთხვევაში მათზე არ ვრცელდება შრომის ინსპექციის მანდატი, იმიტომ რომ მათი დამსაქმებლები არიან შინამეურნეობები, რომლებიც ესე ვთქვათ არიან ფიზიკური პირები და არ ასრულებენ, არ არიან რეგისტრირებული როგორც ეკონომიკური საქმიანობის დამხორციელებლები. და ერთი გამონაკლისია აქ, ესე ვთქვათ, როდესაც საშინაო მშრომელები არიან დასაქმებულები უშუალოდ დასაქმების სააგენტოებში, მათ შეუძლიათ, რომ თუ მათი შრომითი პირობები ან უსაფრთხოება დაირღვა, მიმართონ შრომის ინსპექტორატს, თუმცა აქაც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ჯარიმა იქნება ეს სანქცია თუ რეკომენდაცია გაცემული შრომის ინსპექციის სამსახურიდან იქნება დაწესებული არა შინამეურნეობაზე, არამედ დასაქმების სააგენტოზე. თავისთავად ხვდებით, რომ გარკვეული ვთქვათ პრობლემები ამ კუთხით არსებობს, სხვაგვარად ახლა გაეროს ქალთა ორგანიზაციაც ამ კვლევას არ ჩაატარებდა. მოდით ვისაუბროთ, რადგან თქვენ ახსენეთ, ვთქვათ, დამსაქმებელი თუ არის ვთქვათ შეთანხმების დროს ცალსახად აღნიშნული საათობრივი განაკვეთი სამუშაო შესრულების. ხშირ შემთხვევაში ჩვენ კანონმდებლობით ვიცით, რომ ეს არის კვირაში 40 საათი, ირღვევა ეს პუნქტი და თქვენ აი ვიდრე ეთერში შემოხვიდოდით ახსენეთ, რომ ხშირად 30%-ზე მეტი შრომაც კი უწევთ ამ ადამიანებს დამატებით. გარდა ამ ვთქვათ სერიოზული ვთქვათ პრობლემისა, სხვა ტიპის რა პრობლემებს აწყდებიან ეს ადამიანები? იცით, როგორც უკვე ახსენეთ,
ჩვენ როდესაც გავიცანით შრომის ბაზრის კვლევას, იქიდან დავასკვენით, რომ საშინაო მშრომელებს დაახლოებით უწევთ კვირაში 40 საათზე მეტი საშინაო მშრომელების უწევს 82%, როდესაც სხვა ჩვეულებრივი დასაქმებულებისთვის ეს არის 50% და აი 30%-იანი პუნქტი სხვაობა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ეს ტენდენცია შეინიშნება როგორც საშინაო მშრომელებში, ისე ჩვეულებრივ დასაქმებულებში, თუმცა არსებული მონაცემების საფუძველზე ეს დამატებითი მუშაობა რამდენად ანაზღაურებადია ამის დასკვნის განაკვეთური ანაზღაურება ალბათ დასკვნის საშუალება არ გვაქვს, იმიტომ რომ თვითონ ის კითხვარი და მონაცემები რომდან ჩვენ ეს მონაცემები ამოვიღეთ, არ იძლევა ამის საშუალებას, მათი უნაზღაურდებათ თუ არა დამატებით სამუშაო. თუმცა ჩვენ ის კვლევითმა ინსტიტუტმა ის ვთქვათ, რადგან არსებული მონაცემები არ გვაძლევდა სრული სურათის დანახვის საშუალებას რომ დასკვნა გაგვეკეთებინა საშინაო მშრომელების დაუცველობის შესახებ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დამატებით კვლევა ჩაგვეტარებინა, გავაკეთეთ ონლაინ გამოკითხვა საშინაო მშრომელებისთვის, რომელიც მოიცავდა რიგ კითხვებს, ზოგადად ეს კითხვები იყო იმისთვის, რომ დაგვედგინათ ჩვენ როგორი სამუშაო პირობები აქვთ დღეს მათ და ასევე მათი დამოკიდებულება გვაინტერესებდა მათი დამსაქმებლების მიმართ და ესე ვთქვათ, ჩვენი კითხვარიდან აი უშუალოდ დავხედოთ მონაცემებს. ეს დაახლოებით 23%-მა რესპონდენტების განაცხადა, რომ მათი კონტრაქტის პირობები ირღვევა. ეს დარღვევები იყო ძირითადად ორი მიმართულებით. პირველი მიმართულება იყო, რომ ესე ვთქვათ, მათ უწევდათ ზეგანაკვეთური სამუშაო, რომელიც არ ნაზღაურდებოდა და ეს იყო ესე ვთქვათ 48%, ხოლო დაახლოებით 62% შემთხვევაში ჩვენი რესპონდენტების ესე ვთქვათ, მათ უწევდათ იმ საქმის გაკეთება და შესრულება, რაც წინასწარ კონტრაქტით დადგენილი არ იყო. ანუ ესეთი ორი მიმართულების დარღვევები ჰქონდა მათი სამუშაო პირობების. კეთილი. მარიამ, მე გთხოვეთ, რომ გაგვეცნო ეს ადამიანები უფრო ახლოს. მოდი ჩავშალოთ იგივე, თქვათ, გენდერულ ჭრილში. მე როგორც ხვდები, ალბათ ჭარბობენ ქალები უფრო, ვიდრე კაცები თუ თქვათ, აქ დაცულია ეს თქვათ პარიტეტი და ასევე ვინ არიან ეს ადამიანები? მათ აქვთ გარკვეული განათლება, თქვათ, რა ასაკობრივი ჯგუფია, რომ გითხრათ? დიახ. თუ ჩვენ საშინაო მშრომელებს შევხედავთ, ასე ვთქვათ, გენდერული კუთხით, საქართველოში დღეს დაახლოებით აი 2017-2019 წლების მონაცემებს რომ გადავხედავთ, ეს 98-99% საშინაო მშრომელების არის ქალი და ჩვენ ეს არც გაგვკვირვებია, რადგან ვთქვათ, საქართველოში ესეთი მიდგომაა, რომ საშინაო საქმე არის, ესე ვთქვათ, ქალის საქმე და აი ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, დიახ, ჩვენ არ გაგვკვირვებია, თუმცა თუ ვთქვათ, შრომის საერთო ორგანიზაციის შეფასებას, ვთქვათ, მსოფლიო შეფასებას ვნახავთ, იქ 83% არიან ქალები, ანუ ქალები მაინც მეტწილად ჭარბობენ ამ სექტორში. კიდევ თქვენ ახსენეთ ასაკობრივი ჭრილი, ასაკობრივი ჭრილიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მონაცემების საფუძველზე, ესე ვთქვათ, გავაანალიზეთ, ვნახეთ, რომ ძირითადად საშინაო მშრომელები არიან 35-70 ჭრილის კატეგორიაში ასაკობრივი ჯგუფიდან. ესეც, ესე ვთქვათ, შეიძლება არ იყოს გასაკვირი, იმიტომ რომ როდესაც საშინაო მშრომელს ვეძებთ, ალბათ ყველა ვითვალისწინებთ იმას, რომ რაღაც გარკვეული ტიპის გამოცდილება უნდა გქონდეს და აი ამ გამოცდილებასაც თუ დავაკვირდებით, უმეტესობა საშინაო მშრომელის არის დაოჯახებული, ან ადრე მაინც ყოფილა დაოჯახებული. და აქედან გამომდინარე, ალბათ ამ გამოცდილებას საშინაო საქმის დიდ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები. და ხვდებით, რომ მათი ძირითადი შემოსავლის წყარო, თქვათ, ეს თანხა, რომელსაც იღებენ ამ ტიპის შრომაში? დიახ, მათი ძირითადი შემოსავლის წყარო ძირითადად არის საშინაო შრომის ანაზღაურება. აქაც უმეტესობას, ესე ვთქვათ, თუ ჩვენ შევატარებთ, თქვათ, საარსებო მინიმუმს, 2017 წელს, თქვათ, საარსებო მინიმუმზე დაბალი საშინაო მშრომელების პროცენტულ წრეში უკან ვიყავთ, იყო 13%, 2019 წელს კი ეს უფრო შემცირდა და არის 7%. აი, საშუალო ანაზღაურება რამდენია, ვთქვათ? ვთქვათ, იგივე მძიძასთან მიმართებაში ან დამლაგებელთან თუ გვაქვს ეს ინფორმაცია? ანაზღაურება, ესე ვთქვათ, ზოგადად საშინაო მშრომელები ჩვენ როგორც ჩვენ ანუ არ ქონდა საშუალება მონაცემებიდან, რომ ეს ჩაგვეშალა იყო ძიძა, დამლაგებელი თუ ასე შემდეგ. თუმცა დაახლოებით აი 500-600 ლარის ფარგლებში მერყევს, უმეტესობა ასე იღებს და ასევე
სადღაც 62% იღებს საშუალო ხელფას ქვემოთ, რომელიც არის დაახლოებით 1100 ლარი საქართველოში და უმეტესობა ესე ვთქვათ ანაზღაურების მხრივ მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნება, რადგან არ იღებენ ადეკვატურ ესე ვთქვათ ანაზღაურებას. აი რო შევაფასოთ ახლა ეს სურათი, თქვათ იგივე რეგიონთან მიმართებაში, რა რეალობა გვაქვს, ანუ რა გამოწვევებია, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას და გადაჭრას. ანუ სამეზობლოში რა ხდება თუ გქონდათ ეს ინფორმაცია ვთქვათ იგივე ამ სფეროში და ჩვენ როგორ გვაქვს მდგომარეობა? პირველ რიგში ის რომ დღეს საშინაო მშრომელები იაზრებენ რომ თქვათ მათი შრომის პირობები ირღვევა, მაგრამ არანაირად არ რეაგირებენ, ეს არის ესე ვთქვათ დიდი გამოწვევა. ჩვენ გამოკითხვიდან ესე ვთქვათ საშინაო მშრომელებმა დააფიქსირეს 75%-მა რომ მათ ქონდათ კარგი ურთიერთობა თავიანთ დამსაქმებლებთან და ამის გამო თქვათ ისინი როდესაც გადაწყვეტილებად გებოდა მათი უფლებების დაცვის ამჯობინებდნენ რომ მოეგვარებინათ პრობლემა თავისით ვიდრე მიემართათ თქვათ კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისთვის და აი ის რომ მათ ჩვენ გავაცნოთ და გავზარდოთ მათი ცნობიერება დამატებით დაგვეხმარება საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად რომ გაუმჯობესდეს მათი ესე ვთქვათ სამუშაო პირობები. კეთილი. მარიამ, რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდება ანი გოგბერაშვილი, ის არის V-Research-ის მკვლევარი და სწორედ პანდემიის გავლენაზე ვისაუბრებთ, რა გავლენა იქონია პანდემიამ ოჯახში დასაქმებულ ადამიანებზე. ეს კვლევაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით V-Research-მა განახორციელა და ამ დეტალებს როგორც უკვე გითხარით, რეკლამის შემდეგ მოგაწვდით. მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. რეკლამის დრო რადიო იმედზე. საჩუქრების აქცია დაიწყო. ავტოსესხის საჩუქრებით სვის კაპიტალისგან. აიღე ავტოსესხის სვის კაპიტალში და დასაჩუქრდი ავტოდაზღვების 200 ლარიანი ვაუჩერით. ასევე 15%-იანი ფასდეკლების ბარათით ავტონაწილებსა და ავტოსერვისზე. ისარგებლე საუკეთესო პირობებით. 100,000 ლარამდე თანხა 30 წუთში. 4 თვიანი საშეღავათო პერიოდით. გაცემის და გირავნობის საკომისიოს გარეშე. ჩაერთე საჩუქრების აქციაში დღესვე. ესტუმრე სვის კაპიტალს ან დარეკე. 2-300-300. ეფექტური 50%-ამდე. გამართე ავტომობილი უსაფრთხოდ თეგეტაში. შეიძინე შენთვის სასურველი ნებისმიერი საავტომობილო პროდუქტი თეგეტას ონლაინ მაღაზიაში Tegeta Shop G და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ზამთრის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ძრავის ზეთებსა და სხვა პროდუქტებზე. მიიღე შეძენილი პროდუქცია შენთვის სასურველ ადგილას მთელი საქართველოს მასშტაბით 032 226 44 44. თუ გაწუხებთ ნევროზული ხასიათის ტკივილი გულის არეში, აჩქარებული გულისცემა, სტრესი, ნერვული დაძაბულობა, სპაზმი, ჩაძინების გაძნელება, კორსიზის ტაბლეტებს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. კორსიზი გაგიადვილებთ ჩაძინებას, მოგიხსნით სპაზმს. კორსიზის ტაბლეტები დაუბრუნებს თქვენს გულს სიმშვიდეს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გიფიქრია წყლის წვეთზე, როგორ იკვლევს გზას კლდეებში, არ ღვევს ზღუდეებს და გადაიქცევა ძალად, რომელიც გავსებს პოზიტიური ენერგიით. გიფიქრია, რომ ქართული მთების ძალა მთის წყალშია. წყალი მთის, შეივსე ქართული მთის ძალით. 2-3-3 5-9 რადიო იმედის სარეკლამო სამსახური. ყველაფერი, რაც გაინტერესებს. რისი გაგება, ნახვა ან მოსმენა გსურს. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე ყველაფერი რადიო იმედზე. თეთრი ორშაბათი, ლაშა უჩავესთან, ოქროსფერი სამშაბათი ნიკა წულუკიძესთან, წვანი ოთხშაბათი, ეკოფანგანთან ყვითელი ხუთშაბათი შორენა ბეგაშვილთან და ჯრელი პარასკევი გია ჯაჯანიძესთან ერთად. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე შესანიშნავი ხუთეულის 17-17 რადიო პროექტი, რომელმაც აქამდე არსებული ყველა ქართული რადიო გადაცემების რეიტინგი მოხსნა. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე ყველაფერი რადიო იმედზე. ყველაფერი რადიო იმედზე. გადაცემა 17-17-ს წარმოგიდგენთ წყალი მთის. გიფიქრია წყლის წვეთზე, რა შეუძლია მას, როგორ იკვლევს გზას კლდეებში, არ ღვევს ზღუდეებს და გადაიქცევა ძალად, რომელიც გავსებს სიცოცხლის ხალისით და პოზიტიური ენერგიით. გიფიქრია, რომ ქართული მთების ძალა მთის წყალშია. წყალი მთის, შეივსე ქართული მთის ძალით. როგორ გაიარეს ზეზვამ და მზიამ გზა კოცონიდან ბლენდერამდე და ჩოფერამდე.
დიდი ქართველების ჭურჭლის ასლები, სუფრები, ხელნაწერები, მენიუები, ქართული გასტრონომიული კულტურა, გუშინ და დღეს. ვინ არიან გასტროტურისტები? თანამედროვე ქართული რესტორნების მენიუ და როგორ არ უნდა გადაყლაპოს გლობალიზაციამ ქართული ტრადიციული სუფრა. ყოველ ოთხშაბათს 13 საათზე რადიო იმედის დღის არხის ეთერშია გადაცემა გასტრონომია ესმა კუნჭულიასთან ერთად. მთელი საქართველო იმედის ტალღაზე. მთელი საქართველო იმედის ტალღაზე. ახალქალაქი 101 და 3, ახალციხე 101 და 5, ბათუმი 101, ბაკურიანი და ბორჯომი 105 და 5, ცხინვალი და გორი 99 და 9, გუდაური 100 და 5, დედოფლის წყარო 104 და 7, დმანისი 105 და 1, ზუგდიდი და სოხუმი 104 და 1, თელავი 100 და 3, მარტვილი 100 და 7, მესტია 7 და 9, სტეფანწმინდა 101 და 1, ფასანაური 103 და 7, ქუთაისი 100 და 9, ჭიათურა 104 და 1. თბილისი 105 და 9. მოიგებრო, გაიგე მთავარი. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო დაფარვის ზოლით. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ გვისმენთ და გვიყურებთ რადიო იმედის Facebook-ზე, ასევე პორტალებზე იმედი.g და MyVideo.g, მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე. რა გავლენა იქონია პანდემიამ ოჯახში დასაქმებულ ადამიანებზე? კვლევას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით V Research აწარმოებს და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს სწორედ ამ კომპანიის მკვლევარი ანი გოგბერაშვილი შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში. ანი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ანი, როგორ აისახა პანდემია ოჯახში დასაქმებულ ადამიანებზე და ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად, რომ ვუთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს? როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენი კვლევა ეხება უშუალოდ პანდემიის გავლენას ოჯახში დამხმარე ქალებზე და განმარტება იგივე, რაც მარიამ ახსენა. და თუ როგორ აისახა, ანუ ოჯახში დამხმარების სამუშაო პანდემიამდე დაუფასებელი და არასტაბილური იყო, ეს ზოგადად როგორც საქართველოს ისე გლობალურად ასეა და პანდემიამ მათ მოწყვლადობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. და ის რომ საოჯახო შრომა თავისი განმარტების გულისხმობს, რომ ფიზიკურად ოჯახში უნდა იყოს დასაქმებული. ანუ ეს ძალიან ცუდად აისახებოდა ოჯახის დამხმარების მდგომარეობაზე, იმიტომ რომ გაზაფხულზე, როგორც ვთქვით, შეზღუდვები იყო დაწესებული ტრანსპორტზე და ბევრი დასაქმებული ვერ ახერხებდა სამუშაო ადგილას მისვლას და ამის გამო უმუშევარი დარჩა. გაზაფხულზე ეს შეზღუდვები მოიხსნა და ბევრმა მათგანმა დაიწყო, უბრალოდ ზაფხულში ეს შეზღუდვები მოიხსნა, ბევრმა მათგანმა ისევ დაიწყო მუშაობა, თუმცა როგორც ვთქვით, 28 ნოემბერს ისევ დაწესდა იგივე შეზღუდვა ტრანსპორტზე. და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ოჯახის დამხმარების დიდ ნაწილს არ აქვს იმის საშუალება, რომ ტაქსის გადაადგილდეს, ამასაც დამსაქმებლები უზრუნველყოფენ, არც მანქანა ყავთ ოჯახში ბევრ მათგანს. და ამიტომაც სამსახურში სიარულს უბრალოდ ვერ ახერხებს ბევრი მათგანი, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. კი ბატონო. და კიდევ დიახ, ბრძანეთ. ბრძანეთ, გისმენთ. რაც მნიშვნელოვანია კიდევ რომ აღვნიშნოთ, ის არის, რომ ოჯახის დამხმარების ხელფასი იმდენად დაბალია, რომ ისინი მათთვის საერთულია რაიმე დანაზოგის გაკეთება. და ეს მყისიერად რომ შეუწყოთ შემოსავალი, ბევრი მათგანი საერთოდ მატერიალური სახსრების გარეშე დარჩა. და გამომდინარე იქიდან, რომ არაფორმალურად იყვნენ დასაქმებული და ეკონომიკური საქმიანობის დადასტურება უჭირდათ, ამიტომ ბევრმა მათგანმა ვერ მიიღო ვერც სახელმწიფო დახმარება და ეს არაფრის გარეშე დარჩა ჩვენი სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი. კი ბატონო. რაც შეეხება სამუშაო პირობებს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა პანდემიის შედეგად, ნუ ახლა რაც თქვენ თქვით, ფაქტობრივად ხვდებით, რომ სიტუაცია არის გაუარესებული, როგორც ჩანს შეიძლება მათ გაეზარდათ სამუშაო დრო ან დაემატათ სხვა ტიპის საქმე, ასევე საინტერესოა თუ გამოიკვეთა ვთქვათ იგივე ტაქსითი, ასე ვთქვათ, გადაადგილებს და მომსახურების დროს მათ შეუმცირდათ ხელფასი და გამოექვითათ ის თანხა თუ ვთქვათ დამატებით გადაიხადა ეს დამქირავებელმა. ესე იგი, კვლევის მონაწილეების ძალიან დიდმა ნაწილმა გვიცხა, რომ მათი სამუშაო საათები მარიამას ახსენეთ, რომ დაურეგულირებელი იყო პანდემიამდე და პანდემიის დროს კიდევ უფრო გაიზარდა.
ეს ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები რაც არის გულისხმობს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სპეციალური ზონების მიღებას სიცოცხლესთან და ჰიგიენასთან დაკავშირებით, რაც ოჯახში დამხმარებისთვის არის დამატებითი სამუშაო, ანუ მათ ეს საათები ემატებათ. და ეს გაზრდილი საათები არ ნიშნავს მომატებულ ანაზღაურებას უმეტეს შემთხვევაში. ასაგებია. და ბოლოს და მოთხოვნებით შეიცვალა ოჯახში დამხმარების მიმართ, იმიტომ რომ ბევრ დამსაქმებელს ახლა უნდა რომ 24 საათიანი დამხმარე ყავდეს დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, რომ სამუშაო ადგილას ცხოვროს ოჯახში დამხმარე. და ნათელი ამას ყველა არ თანხმდება, მაგრამ ზოგიერთი თქვენი რესპონდენტი იყო, ვისაც არ ქონდა უბრალოდ არჩევანი და ასეთ გრაფიკსაც დათანხმდა. კეთილი. და ბოლოს ანი რეკომენდაციებზე მინდა კითხოთ, მთელი ამ რეალობის გათვალისწინებით რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ ამ საკითხში ჩართულ და დაინტერესებულ მხარეებს? აუცილებელი არის ამ ჯგუფის საჭიროებების კიდევ კვლევის გაგრძელება ამ ჯგუფის საჭიროებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პანდემია გრძელდება და სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. და ფაქტიურად შიშები, რასაც საუბრობდნენ თქვენი რესპონდენტები, ჩვენ საველე სამუშაოები დავასრულეთ ნოემბრის პირველ ნახევარში და უკვე დეკემბერში გამართდა ფაქტიურად ყველაფერი. და ანუ აუცილებელი არის ამ ჯგუფის საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული პოლიტიკის შექმნა. და იმის გათვალისწინებაც, რომ ოჯახის დამხმარები არიან ძირითადად ქალები და სკოლების და ბაღების დახურვის შედეგად მათზე სახლში კიდევ დამატებითი შრომა მოდის და ფაქტიურად საჯარო ზრუნვის ინსტიტუტების ფუნქციასაც ითავსებენ. და აუცილებელი არის ამ ყველაფერზე მორგებული პოლიტიკის წარმოება და ასევე სახელმწიფო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით პროცედურების გამარტივება. იმიტომ რომ ბევრმა ჩვენმა რესპონდენტმა ვერ მოახერხა ამის მიღება და ვერ დააკმაყოფილა ეს პირობები, რაც იყო. კეთილი. ამას ვიტყოდი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ანი გოგბერაშვილი, ვირესერჩის მკვლევარი საუბრობდა, შეგახსენებთ რომ პანდემიის გავლენაზე ოჯახში დასაქმებულ ადამიანებზე კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით სწორედ ვირესერჩმა აწარმოა. მე დაუბრუნდები ჩვენი სტუდიის სტუმარს მარიამ ლობჯანიძეს, რომელიც გახლავთ ICT-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. ფაქტობრივად ხვდებით რომ პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა არსებული სურათი. როგორ ფიქრობ მარიამ, თქვათ, როგორ შეიძლება ამ საკითხების გადაჭრა იმ ნუსხის, რომელიც ფაქტობრივად ანიმაც ჩამოთვალა? დიახ, აი როგორც უკვე გამოიკვეთა დღეს, ჩვენი საშინაო მშრომელები არიან, ესე ვთქვათ, მიეკუთვნებიან დაუცველ დასაქმებულთა კატეგორიას და მათ არ აქვთ იგივე უფლებები, რაც ჩვეულებრივ დასაქმებულებს. ისინი ვერ სარგებლობენ იმ გარანტიებით და დაცვით, რომელსაც ჩვეულებრივ დასაქმებულებს თავაზობს შრომის კოდექსი და ასევე ჩვენ თუ გვინდა რომ ვეცადოთ რომ გავაუმჯობესოთ საშინაო მშრომელების მდგომარეობა, პირველ რიგში უნდა შევხედოთ საკანონმდებლო სივრცეს, მოვარგოთ საკანონმდებლო სივრცე საშინაო მშრომელებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამის გარდა უნდა მივიღოთ რიგი ღონისძიებები, იქნება ეს ვთქვათ მათი ცნობიერების, ინფორმირებულობის და მათი შრომითი უფლებების შესახებ, როგორ შეუძლიათ მათ თავიანთი თავის დაცვა და რა ბერკეტები აქვთ, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. და ასევე მნიშვნელოვანია ვთქვათ საერთაშორისო პრაქტიკა, ესე ვთქვათ ფორმალური თუ არაფორმალური ასოციაციების შექმნა, სადაც საშინაო მშრომელები გაერთიანდებიან და ესე ვთქვათ საერთო პრობლემებისთვის ერთად იბრძვიან. მათთვის აუცილებელი ასევე იურიდიული დახმარების და კონსულტაციის გაწევა, რომ კარგად დავანახოთ, ესე ვთქვათ, მათ როდესაც კონტრაქტს დებენ, ვთქვათ, ამ კონტრაქტში რა წერია და აი როგორი სახის კონტრაქტი უნდა დადონ მაგალითად. კეთილი, თქვენ ხშირად ახსენეთ საკანონმდებლო ბაზა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რა უნდა გააკეთოს, ვთქვათ, ქვეყანამ, სათანადო ინსტიტუციებმა, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად მოგვარდეს. პირველ რიგში შრომის კოდექსი უნდა გავრცელდეს საშინაო მშრომელებზე და ის ხარვეზები, ვთქვათ, რაც უშლის განმარტება, ანუ ესე ვთქვათ, შრომის კოდექსში უნდა იყოს ისე მორგებული და განმარტება შრომის კოდექსში დასაქმებულის და დამსაქმებლის, ვთქვათ, ისე უნდა იყოს მორგებული, რომ მოერგოს საშინაო მშრომელებსაც და მათზე გავრცელდეს. და შესაბამისად ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება გამოიყენონ შრომის ინსპექციის სამსახურს მიმართონ, როდესაც მათი უფლებები დაირღვევა და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის გარანტია გავრცელდება მათზეც, თუ შრომის კოდექსს განვავრცობთ საშინაო მშრომელებზე. კეთილი და ბოლოს რომ შევაჯამოთ, აი ძირითადი მიგნებები, რომელიც გამოიკვეთა კვლევისას, რაც თავად თქვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გარდა თქვათ პრობლემური ნაწილისა.
ჩვენთვის პირადად საინტერესო იყო ის მიზეზები, რის გამოც ისინი არ მიმართავენ თქვა სამართლებრივ უწყებებს სახელმწიფო დაწესებულ ინსტიტუტებს. ჩვენ ნიკოლავიდან გამოიკვეთა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, იციან, რომ მათი უფლებები ირღვევა, თუმცა არ მიმართავენ არც სასამართლოს, არც სახალხო დამცველს რჩევისთვის. არაფერ ღონისძიებას არ ატარებენ და ურჩევნიათ, რომ ეს პრობლემა თვითონ მოაგვარონ, ან თუნდაც დატოვონ სამსახური. ამის მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფს აქვს კარგი დამოკიდებულება თავიანთ დამსაქმებლებთან. გარკვეულ კატეგორიას თქვათ ეშინია, რომ სამსახურს დაკარგავს და ეს სამსახური მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თანხმდება ამ გაუსაძლისი პირობების ატანაზე. გარკვეული ნაწილისთვის თუნდაც ეს სასამართლო პროცესი იმდენ ხარჯებთან არის ასოცირებული, რომ უბრალოდ ვერ მოახერხებს, ან თუნდაც არ აქვს იმის ესე ვთქვათ არ აქვს ვთქვათ მოგების შანსი და ამის გამო თავს იკავებს სასამართლოს რომ მიმართოს და ეს მიზეზები არის ძალიან საინტერესო. ამ მიზეზებს თუ შევხედავთ, ალბათ ცხადია რომ ისევ მივდივართ იქამდე რომ მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი, არ აქვთ ალტერნატიული სამუშაო და ამის გამო თანხმდება. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ვთქვათ სასამართლოში დასულა საქმე. აქვს ესეთი кейსები? ჩვენ ესე ვთქვათ, გქონდა კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც შევხვდით გაერთიანებებს, ასევე შევხვდით წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათაც და ასევე ესე ვთქვათ, შრომის ინსპექციის სამსახურმაც კონსულტაციებზე აღნიშნეს, რომ მათ ასეთი შემთხვევა არ ქონიათ. ვთქვათ, არც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას გაწევს, არც სასამართლოს არ ქონია ამის პრაქტიკა და არც შრომის ინსპექციასთან არ მისულა, ესე ვთქვათ, საჩივარი, რომ კონკრეტული საშინაო მშრომელის, ესე ვთქვათ, შრომითი უსაფრთხოება ირღვევა. კეთილი მარიამ, დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით და მიიღეთ მონაწილეობა ამ კვლევაში. სწორედ მარიამ ლობჯანიძე აისეტის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელმაც დაგიკვეთათ ეს კვლევა, სწორედ ოჯახი დასაქმებულთა მდგომარეობაზე და მათ სამუშაო პირობებზე საუბრობდით დღეს. ამით გადაცემა დასრულებულია. წარმატებებს უსურვებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ეს არის დღის არხი. რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად.